გამარჯობათ მეგობრებო. რას ვაკეთებთ ახლა? ჯემპრის საყელო კი არა ნებისმიერი, სადაც დაგჭირდებათ და სადაც გამოიყენებთ. გსოვთ და როგორც, აი ასეთი ნახეთ. წინასწარ რო წარმოდგენა გქონდეთ და შემდეგ მოვგსოვოთ რას როგორ და რა გამოვა, მიხვდებით რას ვაკეთებთ. აი ეს აინტერესებთ როგორ იგსოვებაო, აი ეს. აი ასეთი. ნუ დაუშვათ ეს არის საყელო, ან არის მაჯა, ან ბოლო, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში სად ვინ სად გამოიყენებს. როგორ დავიწყოთ და როგორ მოვგსოვოთ ეს. ოკეი, დავიწყოთ ახლა და აუცილებლად გვჭირდება ორი ჭხირი. ორი სხვადასხვა, მას ვამბობ, აი, ორი წყვილი. ახლა სხვადასხვა ნომერია, მაგრამ არა უშავს, ერთით მოვგსოვ, შემდეგ ერთით არ იგსოვება. ახლა ნახე. აი ასე ვიწყებთ, ასე დაწყება ახსნილი მაქვს მე თქვენთვის, სადაც გვჭირდებოდა, ნახეთ. იქიდან აქეთ გადმოყავს, ოღონდ ყველა აქედან იქით. აუცილებლად ჭხირებს შიგნიდან აქეთ გამომყავს, ჭხირებს შიგნიდან ქვევიდან იქით გამყავს. ასე ამოვიტან და აქეთ გამომყავს ის ზაფი, ეს ზაფი, შიგნიდან ამოვატარებ, იქით გავიყვან. ასე წინდის დაწყებაც შეგიძლიათ თქვენ. ვისაც გიჭირთ 5 ჭხირით დაწყება პირველი დასაწყისი თვლებით, თორე შემდეგ უკვე გადაიყვანთ 5 ჭხირს ჩვეულებრივად მოგსო. რამდენი თვალიც გინდა, იმდენ თვალს აიღებ, მე ხო 3 ჭხირზე ვიღებ 8 საათზე, 6, რა ვიცი და ვყოფ შემდეგ, ხო? 2 ჭხირზე და მე ვგსოვ იქით და აქეთ. აი ასე შეგიძლიათ თქვენ აიღოთ რამდენი თვალი გჭირდებათ, მე გააცალოთ და დაიწყოთ გსოვა. თუ გაუგებარი იქნება და ვინმეს დაგაინტერესებთ, მომწერეთ და ესაც ჩავწეროთ. ამან რაღა დააშავა. ეს იქით გადამყავს, იქიდან ის შიგით ამომყავს და აქეთ გადმომყავს. იქიდან ვახვევ, ამას აქედან ვახვევ. აი ასეთნაირად რომ ერთმანეთს გამოებას გადაჯვარედინდეს და ცალ-ცალკე არ დარჩეს თვლები. ასე შიგნიდან. ვისაც ჭხირები არ გაქვთ, ეს ერთი შეგიძლიათ მოგსოვოთ სხვა ფერის ზაფით, შემდეგ დაიწყოთ რა ფერითაც უნდა მოგსოვოთ და როცა ჩააბრუნებთ იმ ზაფს ჩამოშილით, ეგაც გვაქვს მოგსოვილი. აი ასე. აი ასე. იმედია გასაგებია, ხო? ახლა მე მეტყვით რომ ჩქარა აკეთებ და ვერ დავინახეო. აი ასე. ეს ერთმანეთს ეხვევა, აი აქ. ეს შიგიდან აქეთ მოდის, შემდეგ ეს აქეთი ზაფი აქ რომ აქვს, აქ ზემოდან გადადის, ოღონდ შიგიდან და იმ ჭხირს ეხვევა. ახლა ეს ქვევით ხო დარჩა, წამოვა და აქედან მოეხვევა, ამიტომ გადაჯვარედინდება. ასე. ერთი ზაფი ერთდროულად ორჯერ არ მოახვიო, ერთი მეორე. იქითა აქეთ, აქეთა იქით. იქითა ისევ აქეთ, აქეთა ისევ იქით. და აი აქ ჯვარედინდება ეს ზაფები და თვლები ებმება ერთმანეთს. სად ვართ, ეს იყო ახლა, ის გადავიტანოთ იქით, უკაცრავად. აი ასე. ნუ საკმარისია, გასაგებია, ხო, როგორ ავიღეთ თვლები. ახლა ეს ბოლოს სად დავამთავროთ. აი აქედან გვაქვს დაწყებული და აუცილებლად აქეთ უნდა დავამთავროთ, რომ თვლების აწყობა
რომ გამოვიდეს ერთნაირი რაოდენობის აქაც და აქაც, უნდა იყოს ზუსტად რამდენიც აქ არის, იმდენი იქ. და რახან პირველ თვალს აქ იღებ, ესე იგი ბოლო თვალი აქეთ უნდა იყოს, ერთნაირი რაოდენობის გამოგივიდეს. თუ აქეთ იღებ პირველ თვალს, მაშინ აქეთ უნდა დატოვო ბოლო თვალი. ერთი სიტყვით. აი ასე. ამ ჭხირს გავიტან და დავტოვებ. თავის დრომდე მე ამას აღარ მოვგსოვ. დამრჩა აქ თვლები, ხო, აკინძული და დავტოვებ. ახლა ამ მხარეს რაც თვლები მაქვს, მე ხომ აქვს ორივე მხარეს ახლა თვლები და აი გადაბმულია აი აქედან ასე, როგორც გავაკეთე. ერთ მხარეს ვიწყებ ქსოვას მხოლოდ. ეს პირველი თვალი ამოვიყვანოთ და დავკეტოთ აქ ნაპირი ასე. და ვიწყებ ქსოვას. და ნახე როგორ ვიწყებ ქსოვას. სულ ყველა თვალი უნდა მოვქსოვო წაღმა და ასე აქედან ვერ გავიყვან, იმიტომ რომ ნახე აი სადა აქ თვალსი სწორი, ამიტომ აქედან გავდივარ და ასე ვქსოვ. აი აქედან გავდივარ და ასე ვქსოვ, რომ არ გადავგრიხო, არ გადმოვგრიხო მეს თვალი და სწორედ ამოვიყვანო. ყველა თვალი წაღმა უნდა მოვქსოვო. და ეს როგორც ავკინძე მე ეს თვლები, აი ამ მიმართულებით არის და აქედან გამოვიყვან. არ გადავახვევ და არ გადმოვახვევ. მოვქსოვე ეს რიგი და შემოვტრიალდი, რა ვიცი, რამდენი თვალი მქონდა, 10, 20, 500. შემოვტრიალდი, აქედან უკუღმა მხარია და უკუღმა ვქსოვ. მე მოვქსოვ ახლა ამას. რამდენიმე რიგს, ოღონდ ისე, რომ ერთი მხარე სულ წაღმა იყოს, გარეთ ამ მხარე სულ წაღმა იქნება. არც რეზინას ვქსოვ, არც წაღმა უკუღმა ვქსოვ, არც აი ასე ვქსოვ, რომ ერთი მხარე წაღმა იყოს, ერთი გვერდი უნდა მოვქსოვო უკუღმა, მეორე წაღმა. ერთ გვერდს ვქსოვ მხოლოდ, ხო, ერთ მხარეს. ასე ვთქვათ. შემოვბრუნდი, აქედან ხო წაღმა და ვქსოვ წაღმა, რადგან ეს მხარე სულ წაღმა მჭირდება მე და მოვქსოვ წაღმა. მე მოვქსოვე 8 რიგი. სულ წაღმა მოვქსოვე, შეგიძლია წაღმა უკუღმაც მოვქსოვო და უშუალოდ რეზინა გჭირდება და მოვქსოვ ჩვეულებრივი წაღმა უკუღმაც. ახლა რას ვაკეთებ? დაუშვათ რასაც ვქსოვ მე საყელოა თუ ბოლოა, ჯემპრის, რაღაცის, ჟაკეტის, არ ვიცი, კლავია, მაჯა, მე ეს მჭირდება, მეტი არა. შენ სადაც გამოიყენებ, რისთვისაც დაგჭირდება, როგორც განსაზღვრავ, იმდენს მოგხსოვ. ახლა ეს თვლები რო ავიღე, ესენი დავტოვი აქ, საერთოდ არ მომიგსოვია. ეს ერთი მხარე მოვგსოვე მხოლოდ 8 რიგი და ახლა ვიწყებ რას, ნახე. ახლა ორ თვალს ერთად ამოვიყვან
და ვუმატებ. რადგან მე იმიტომ კი არ ვუკლებ, რომ თვლები შევამცირო. აქ მე სქემას ვაკეთებ და იმიტომ ვუკლებ. იგივე რაოდენობის თვლები უნდა დავტოვო. ვუკლე, ვუმატე. ვუკლე, ვუმატე. ვუკლე, ვუმატე. ვუკლე, ვუმატე. რამდენი თვალიც არ უნდა გქონდეს, სულ ასე უნდა გადაგხსოვო ეს რიგი. ვუკლე, ვუმატებ. რომ იგივე რაოდენობის თვლები უნდა დატოვო. არც ერთი თვალი ცალკე არ უნდა ამოიყვანო, უნდა უკლო და უმატო. ორი თვალი ერთად ამოყავს, თან უმატებ მაგიერს. ვუკლე, ვუმატე, ვუკლე, ვუმატე. ახლა ეს ბოლო ნაპირის თვალია, აქ ერთი თვალი დამრჩა, ამას დავანებებ თავს მოგხსოვ ჩვეულებრივად. რადგან აღარ მაქვს რომ ვუკლო და ეს მატება აუცილებლად განსაზღვრე. უმატებ უკლებ თუ უკლებ უმატებ, ჩემს შემთხვევაში ვუკლე, ვუმატე, ვუკლე, ვუმატე და ბოლოს ნამატი, იმიტომ დავუტოვე აქ. ერთი და იგივე რაოდენობის უნდა გქონდეს. შემოვტრიალდი და აქედან ხო გსოვ უკუღმა, მე ისევ ჩვეულებრივად უკუღმა გავაგრძელებ გსოვას. ნახე ეს მატება, უკუღმას უკუღმა გსოვ, მატება არ ვხურავ, აი ასე არ ვატრიალებ, ჩვეულებრივად ამომყავს. უკუღმა ამომყავს ეს მატებაც და თვალსაც უკუღმა ვგსოვ, ჩვეულებრივად უკუღმა გადავგსოვ ამ რიგს ახლა. ეს ნამატი არ შემოატრიალო, რომ დავხურავთ ვამბობთ აი ასე, რომ არ გამოჩნდეს, ასე არა, ჩვეულებრივად ამოიყო. შემოვტრიალდი, იგივე რაოდენობის თვლები მაქვს და აქედან ახლა ვიწყებ თავიდან ათვლას და 8 რიგს მოვგსოვ, ისევ როგორც აქეთ მოვგსოვე, რომ აი აქამდე ჩამოვიდე. აქედან ისევ წაღმა ვგსოვ ყველა თვალს, იმიტომ რომ ეს ისევ წაღმა მჭირდება, როგორც ეს. აი ასე მოვგსოვ კიდე 8 რიგს. მეორე მხარესაც მოვგსოვე 8 რიგი. რას ნიშნავს მეორე მხარე? აქ ავიღეთ ჩვენ თვლები, დავტოვე ეს თვლები და დავიწყე გსოვა. გითხარი, მოვგსოვ 8 რიგს, მოვგსოვე აქ 8 რიგი. აქ ნახე რაც გავაკეთე, ხო? ვუკლე, ვუმატე, ვუკლე, ვუმატე და აი ეს სახე მივიღე. მერე გითხარი, აქედან კიდე 8 რიგს მოვგსოვ იქითაც. მოვგსოვე 8 რიგი. ახლა ნახე. რას ვაკეთებ მე? შენ შეიძლება 6 რიგი მოგგსოვო, 12 რიგი მოგგსოვო, 4 რიგი, არ ვიცი. რამდენიც გექნება გათვლილი და საჭიროებისთვის გათვალისწინებული რა მოდელს გსოვ, რას გსოვ, რა მოგწონს. აი ეს ისე უნდა მოვკეცოთ, რომ ეს თვლები, აი ეს აქეთი გვერდი და იქითი გვერდი უნდა იყოს ტოლი. არ უნდა მოგივიდეს ერთი ზედმეტი რიგი გადაგსოვა, რადგან ეს ან ასე წამოვა, ან ასე წამოვა, რომელიც მეტი იქნება მოგსოვილი, ის დასწევს და არა, იმას დასწევს უფრო მოკლე გვერდი, რომელიც გექნება. აი ასეთნაირად არ გამოგივიდეს.
უნდა იყოს ზუსტად აი ასე. ამიტომ ზუსტად უნდა გათვალო, რამდენს მოგხსოვ აქეთ, რამდენს აქეთ. ახლა რას ვაკეთებთ? მე ხო გხსოვდი ერთ გვერდს. აქეთ მხარეს მოვედი. აი ახლა მჭირდება ის თვლები, რომელიც მხოლოდ იქ ავკინძე და დავტოვე თავიდან. აი ახლა ეს თვალი აქ უნდა გადმოვიყვანო პირველი ისე რომ არ ვაუგსო. აი ასე. რადგან ძაფი აქ მაქვს და ეს არის დასაწყისი. ახლა ნახე, მე არ ვიცი შენ რაში გამოიყენებ და რას გსოვ. მე უბრალოდ ჩვეულებრივად ერთად ამომყავს ახლა აქეთი თვალი, იქითი თვალი წაღმა. შენ შეიძლება ეს რიგი უკუღმა დაგჭირდეს გადაგსოვო, უკუღმა მოიყვან თვლებს. თუ წაღმა დაგჭირდეს გადაგსოვო, წაღმა მოიყვან ყველა თვალს, როგორც მე ვგსოვ ახლა. მაგრამ აუცილებლად აქედან და აქედან ორივე თვალს ერთად ამოიყვან. ერთ თვალს მოგხსოვ ორივედან, აი ასე. აი ასე. ჩანს ხო რას ვაკეთებ? ამ ჩხირიდან, იმ ჩხირიდან ორივე თვალს ერთად ვიყვან. აი ეს უნდა დავხურო. როგორ დავხურო? ეს თვალი ერთად უნდა მოვგსოვო. აი ასე. შეიძლება შენ წაღმა უკუღმაც გსოვდე აქ, რეზინას, წეღანაც ვთქვი. შეიძლება რეზინა გქონდეს. წაღმას წაღმა მოგხსოვ, უკუღმას უკუღმა, მატების შემდეგაც და ბოლოშიც და თავშიც, ხო? ამ ჩხირიდან, იმ ჩხირიდან ვიღებ ორივე თვალს ერთად და ერთ თვალს ვგსოვ. აი ასე. შენ რამდენი თვალიც გექნება, შეიძლება ირგვლივ გსოვდე, ახლა ბევრი თვლები გქონდეს, საყელოს გსოვდე, რაღაცას არ ვიცი რას გსოვდე და ასე არ გსოვდე, ირგვლივ გსოვდე, მაშინ სულ წაღმა მოგხსოვ, ხო? და ასე შემოგხსოვ მაინც ირგვლივ. უკვე იცი ეს სად როგორ გამოიყენო, არ ვიცი, სადაც დაგჭირდება და იცი როგორ ფორმით იქსოვება. აი ყოველთვის ეცადე გაიანგარიშო, წეღარო ვამბობდი, რომელი ჩხირიდან ვიწყებთ თვლების აღებას და რომ მეორე ჩხირზე უნდა დავამთავროთ თვლების აღება, რომ აქ რაოდენობა ერთი და იგივე უნდა გამოგივიდეს აუცილებლად. იმ ზედმეტ თვალს კი სადღაცას რაღაცას მოუხერხებ, მაგრამ რატომ? აი ზუსტად ერთი და იგივე რაოდენობა გსოვე ლამაზად. ახლა შენ შემთხვევაში კიდევ ამბობ, ეს არ იქნება, არ ვიცი რას მოგხსოვ. აი რას გსოვდით და რა შეკითხვა იყო.
საყელო ვნახეო ასეთიო და მინდაო რომ აი ასეთი მოვგზოვო იმან ახლა ნაქსოვი გადმომიგზავნა მაგრამ იმ ნაქსოვს ახლა ფოტო უფრო სწორად ნაქსოვის და აქ სხვისი ნამუშევრების დადება არ შეიძლება აი ეს უნდა გაგვეკეთა და გავაკეთეთ ჩვენ როგორ გავაკეთეთ ნახეთ ახლა აი შეგიძლია რას ვამბობ მე არ ვიცი რას მოგსოვ და ხო არის ხოლმე რომ ჩვენ საყელოს მაგალითად ან მაჯებს დავუშვათ ასე უკუღმა ვაგსოვთ თუ დაგჭირდება შენ აი უკუღმა გადაგსოვ რომელი მხარეც გექნება წაღმა ახლა ამ შემთხვევაში კი აქედანაც ნორმალური აქედანაც რომელ გვერდსაც კიდე გამოიყენებ რომელ რა მოდელს გსოვ და რას გსოვ მაგრამ აი ეს რაც საინტერესო იყო და აინტერესებდათ და უნდა გაგვეკეთა აი ეს არის ამის შემდეგ გააგრძელებ და რასაც კიდე მოგსოვ კიდევ ვიმეორებ შენ თუ რეზინა გინდა და რეზინაში გინდა ეს გააკეთო აიღე ერთი წაღმა ერთი უკუღმა მერე აქ უკლებ მერე უმატებ და ჩვეულებრივად მეორე მხარეს რო აგრძელებ ქსოვას ისევ წაღმა წაღმაზე დასვი უკუღმა უკუღმაზე და გააგრძელე ქსოვა ჩვეულებრივად და ისე რეზინა გამოგივა რეზინაშიც კეთდება აი ეს სახე ეს ფორმა თუ სქემა თუ რაც არის წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ